მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენ თუ ახლოს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 6-12 ივლისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და პირველში მოდით აღვნიშნოთ რომ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია და ვეცადოთ რომ ცოტა ყურადღებით გავიაროთ ეს პერიოდი ტრავმაურული ტენდენციები მაღალია ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციაც საკმაოდ მაღალია ასევე გარკვეული კონფლიქტების გაუგებრობების ალბათობაც მატულობს თავისთავად და ამიტომ ვეცადოთ რომ ეს პერიოდი ფრთხილად გავიაროთ არავით არის კამათი არავით არის ზედმეტი საქმეთა გარჩევა და სარისკო მოქმედებები და შემდგომ შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი ვაკონტროლოთ საკუთარი ემოცია რათა რაიმე სახის არასასურველ დაუშვათ პრობლემებში და კონფლიქტებში არ გავეხიოთ რისი ალბათობა ამ პერიოდში აუცილებლობა არა მაგრამ ალბათობა საკმაოდ მაღალია ხუთშაბათს პლანეტა ვენერა სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში ამიტომ ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობები გახდება უფრო პრაგმატული, უფრო ორგანიზებული, უფრო დისციპლინირებული, შეიძლება ცოტა უფრო ცივი, მაგრამ სამაგიეროდ ყურადღებას არ მოვაკლებთ ერთმანეთს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანთა უმრავლესობას უფრო საქმით მოუნდება ნაუშად სიყვარულის, ასე ვთქვათ, დამტკიცება პარტნიორისთვის და არა ტიპი ამბებით და მხოლოდ სიტყვიერი ფაქტორებით. ან ცოტა ისეთ პრაგმატულ ელფერს იღებს სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა მოთხოვნათა ნუსხა პარტნიორების მხრიდან ერთმანეთსადმი ცოტა მოიმატებს ეს საუბრობ. თავარია პირად ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად მეცხრილმანე და ზედმეტად კრიტიკული. აი მაშინ ამ სფეროში ყველაფერი კარგად წარიმართება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გრძნობა პარტნიორთა ერთმანეთის მიმართ ამზე გავლენის შედეგად ერთიორად მოიმატებს. რაც შეეხება უარყოფით ენერგოველს, რას უკვე ის ყველაზე იმოქმედებს და ყველა ზოდიაქოს ნიშანს გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის და აქედან გამომდინარე ვიყოთ ცოტა ყურადღებით. ანუ სასიკეთო ტენდენციები რეალურად უკვე თვალში საცემი გახდება 15 ივლისის შემდგომ. ამიტომ ამის შემდეგ კვირის მეორე ნახევრიდან უკვე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები ჯერ კიდევ დედამიწა უარყოფით ენერგოველში, ამიტომ ყველა ნიშანს სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე ყურადღება, მათ შორის ვერძს. ვერძებო პერიოდი დისჰარმონიულია, ჯანმრთელობის კუთხით მეაქციეთ ყურადღება, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ტრავმაურული ტენდენციების წინაშე არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ზედმეტ ფინანსურ ხარჯს დაანებეთ თავი ამ პერიოდში და საოჯახო პრობლემები, ახლობელთა პრობლემება შეიძლება ისევ და ისევ ბევრი დრო ენერგია წაიღოს, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება საყოფაცხოვრებო სირთულეები წარმოქმნას, მაგალითად გაფუჭდეს ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, ტელევიზორი, კომპიუტერი და შემდგომ რაც რასკვლია მოითხოვს დამატებით თანხებს, დამატებით დროს, ენერგიას და შემდგომ. ამიტომ ეს ყველაფერი ისე გააკეთოთ, რომ არც საკუთარ თავს, არც ოჯახის წევრებს ნერვები არ მოუშალოთ. მემკვიდრეობით საკითხებს აქ ნუ გადაწყვეტავთ და ეცადეთ, რომ ახლობლებთანაც, საერთოდ ოჯახის წევრებთან მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები. აქ შეიძლება ზოგიერთი აღმოჩნდეს შემოქმედებითი კრიზისის წინაშე, ან რაღაც ზოგიერთი საიდუმლო საქმეც კი თქვენი გამოზეურდეს. ეს ტენდენციები აქ ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ არა აუცილებლობა ვიმეორებ. ყველას კარგია თქვენთვის ამ პერიოდში 7 და 11 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარ 9 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, კუროებო ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, აშტეშანი აქტიური, ენერგიული, შრომისმცემელი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარი ეს ყველაფერი კარგია, ანუ შანსები დადებითი გვაქვს. სხვათა შორის სწავლისთვის, ასევე გამოცდების შესაბამებლად საკმაოდ ნორმალური პერიოდია თქვენთვის, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში რადგან დროის უკმარისობა გვაქვს, მაინც ვცდილობთ, რომ ძირითადად ყურადღება მივაქციოთ ნეგატიურ ტენდენციებს. რა შეიძლება შეუშალოს ხელი სასიკეთო ტენდენციებს. აი ეს არის თავი რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ სარგებლო პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია, ასეთ ხელისშემშელი ფაქტორები რა შეიძლება იყოს. აი პირველ რიგში მოიტანხმოთ, შეიძლება არასასიონო ტენდენციები გამოჩნდეს და ეს შეიძლება იყოს რასთან დაკავშირებული მგზავრობა, მოგზაურობისთან. მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები არ მოგცემს იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. ასევე ოჯახში, სახლში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აუჩნდეს სასამართლო პროცესებში ჩართული, მათ შორის ნათესაებთან და ეს იქნება დაკავშირებული მათ შორის უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ამიტომ ასეთ ტენდენციებს თუ გვერდსაულით იქნება უკეთესი. ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი, ანუ თქვენი მოტყუების თელობაც არის, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაცია ადვილად ნუენდობით სხვებს და თუ ხელშეკრულებაზე ხელს აწერთ, ყველა პუნქტს გადახედეთ. მისე არ მოაწეროთ ხელი. მაშინ გაცილებით უფრო წარმატებული იქნებით და სირთულეების საკითხს ადვილად მოაგვარებთ. ყველას კარგია თქვენთვის
აქ ამ პერიოდში 10 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8-12 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, აღნიშნოთ, რომ ცოტა დისკომფორტული პერიოდია მოხსენებათ უფრო ძველი საქმეებისადმი, დაუსრულებელი საქმეებისადმი, მეტად დაბრუნება, თუმცა კონტაქტების კუთხით პერიოდი დახვეწლულია კონტაქტებით. მოიხდება ზოგიერთი საბუთის, ასე ვთქვათ, დაგროვება, ვალების დაბრუნება, თუ რაღაც საკრედიტო პრობლემები ქონდათ, ესეც მეტად იჩენს თავს და ასე შემდგომ. ამიტომ აი ძველი ვალები და ვალდებულებები აუცილებლად უნდა გაასტუმროთ ამ პერიოდში. თან სუსტრაფობა მატულობს ყველაფერი კიდევ უცებრი შედეგად შეცდომებს უშვებ და ზედმეტად კატეგორიული ხდებით. ამიტომ კაპიტალ დაბადებისთვის ინვესტიციების პერიოდი არ ვარგა, თუმცა ძველმა საქმეებმა, ბიზნეს პროექტებმა აქ შეიძლება ფინანსური დივიდენდების მოგიტანოთ, მაგრამ ჯერ ნუჩქარობთ. ამისთვის საუკეთესო დრო მოვა უკვე შემდეგი კვირის ბოლოდან, როცა თქვენ შეგიძლიათ ეს ფული სათანადოდ დახარჯოთ და ან სერიოზული ინვესტიციები განახორციელოთ, რაც იქნება წარმატებული და ამ კვირაში ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მაქსიმალურად მოერიდეთ, ენასკველი დააჭირეთ და საიდუმლო დაიცავით. გაუფრთხილდით ცოტა ასევე თქვენს ჯანმრთელობასაც. ეს კარგი იქნება თქვენთვის 7 და 11 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 9 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე კირჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, როს ყველას წარმატებული ეს ნიშანია, იმიტომ რომ ზეხლა გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ეხლა თქვენი დროა. კირჩხებებო, მართალი არ გაგიმართლათ იმ კუთხით, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მაგრამ მაინც შანსები, პერსპექტივები უდაოდ კარგი გაქვთ. ამიტომ სხვებთან შედარებით გაქვთ შესაძლებლობები იდეების განხორციელების, უფრო ენერგიული ხდებით, შეიძლება ახალი გეგმებით დასახოთ, განახორციელოთ კიდეც და ძალიან ბევრი საქმე გექნებათ. არად პრობლემასაც გადაწყვიტავთ, ინტუიცია გაძლევთ სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ამ პერიოდში. თქვენი მსოფლმხედველობა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. აქ შეიძლება გენერატორი იყოს ძალიან საინტერესო იდეებისა და აუცილებლად ისიც რომ როგორც ლიდერი ხელმძღვანელი იქნებით საკმაოდ კარგი და ფინანსური კუთხით გამოჯობესების სიტუაციის გამოჯობესების შანსებიც მოგიცემოთ. ამიტომ ეცადეთ რომ პერიოდი აქტიურად გამლოთ, თუმცა თუ რაიმე საკონფლიქტო სიტუაცია შეიქმნა, მაქსიმალურად აარიდეთ თავი ყველა სახის კონფლიქტებს, რათა ამით ესასკედო ტენდენციები არ გაიგუჯოთ. Os კარგია თქვენთვის 10 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8-12 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ლომის ზოდიაქოს ნიშანს, ცოტა ვთხრილად, ლომებო თქვენ გიგზავდება ჯერ კიდევ დაბადების წინა პერიოდი, ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი გაქვთ იმუნიტეტი ორგანიზმის, ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ტრაუმატული ტენდენციების წინაშე არ აღმოჩნდეთ უყურადღებობის ნიადაგზე, მით უმეტეს ემოციური აღზიანება მაღალია, ამიტომ პროვოკაციებს არ აყვეთ. ამასთან ერთად არაფერი ახალი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარისკო არავითარი მნიშვნელოვანი განსაკუთრებები აქ არ მიიღოთ. აქ ჯობია ან ძველი საქმით დაუშვათ დაკავდეთ და დაასრულოთ იგი ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს, ასევე სასწავლო პარტნიორებთან კონფლიქტების დაპირისპირების ალბათობა რადგან მაღალია, ეცადეთ რომ მათთან იღოთ უფრო, ასე ვთქვათ, დიპლომატიური შედარებით, ასე ვთქვათ, არ ჩაებად რაღაც სახის, ასე ვთქვათ, კონფლიქტებში საქმეთა გარჩევაში, რათა აქ რაღაც უსიამოვნებები არ ეჩინონ თავი და ამ მხრივ შვიდად გავეროთ ეს პერიოდი. ეს შემდეგ კვირის ბოლოდან უკვე თქვენთვის დაიწყება უფრო სასიკეთო ცვლილებები. Os კარგია თქვენთვის 8 და 12 ივლისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 10 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის შემდეგ მოდის მოგხსენებათ ქალწულის ზოდიაქო. ქალწულებს რაც შეეხება ქალწულებო ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგია გემართება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაგმატულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა ეს ძალიან კარგია, ხელს უწყობს თქვენ წარმატებებს. ზოგიერთ შეიძლება სიახლეების განხორციელდეს, თუმცა მათ მაინც გარკვეული სირთულეები ელის, იმიტომ რომ აქ მოდი ასე ვთქვათ, პირად გეგმებზე გადასვლა ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ სიტუაციები მოითხოვენ თქვენს ჩართვას, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში სხვათა გეგმებშიც კი. ასევე მოითხოვოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობაც ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ შინაგანი შიშები, ცოტა ეჭვები მოიმატებს, რაც ცოტა ხელს უშლის თქვენს განვითარებას და იდეების რეალიზაციას
და შინაგან მარტოობას იწვევს ეს ამ გზნობის გამოვლენას თქვენში. ასევე არის გამორიცხული, რომ ძველმა კონფლიქტებმა, ძველმა წინაღობებმა კოლეგებთან ემართებაში ნაცსაებთან აქ ისე ვიჩინონ თავი და ასე შემდგომ, ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, ცოტა მაინც შევიკავოთ თავი მნიშვნელოვანი განსაკუთრებებისგან, მნიშვნელოვანი შეხვედრებისგან, მოლაპარაკება, მგზავრობა, მოგზაურობა, ახალი სამსახურის დაწყება აქ იქნება ნაკლებად სასურველი. მაინც ყოველივე ამისგან ჯობია თავი შევიკავოთ და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგოთ, მაშინ უფრო მეტად წარმატებული იქნებით. ყველას კარგია თქვენთვის 9 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 7-11 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორებს, ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, გავაფრთხილდით ჯანმრთელობას ადვილად იღლებით, შრომის უნარიანობა ასევე დაბალია და მოიხდება ზოგიერთი პრობლემების გადაწყვეტა, ძველი შეცდომების, ასე ვთქვათ, გამოსწორება. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი იდეები აქ აშკარად ვერ გაამართლებენ. ამის გარდა სხვა ობიექტური მიზეზი იქნება. სხვა დაპირისპირებების ტენდენცია, როგორც სახლში, ასევე სამსახურში პარტნიორებთან. ამის ალბათობაც მაღალი, ამიტომ მოგიწევთ მეტი დიპლომატიის, თავდაჭერის გამოვლენა, კომპრომისების პოვნა რთულ საკითხებში და აქედან გამომდინარე აღვნიშნოთ, რომ პასუხისმგებლობის ზრდობა მაქსიმალურად უნდა გამოვლინოთ. განსაკუთრებით სამსახურებრივ სფეროში, რომ აქ არ დაიძაბოს კიდევ დამატებით ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან. მაშინ პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებ და შედარებით სტაბილურად გაივლით ამ დროს, ამ პერიოდს. 8-12 ივლისის დღეები კარგია, 6-10 ივლისის დღეები არ ვარგა. დანარჩენი დღეები საშუალოა წარმატების კუთხით. მორიელს რაც შეეხება დინამიური პერიოდია, მრავალმრიცხოვანი მოვლენებით, მოდი ასე ვთქვათ, მოსაწყენი ნამდვილად არ ეთქმის მას და შესაძლებლობა გეძლევათ იმისა, რომ დაუშვათ გაერკვეთ თუ რა უდან სწორი გზით მიდიხართ. თან ინტუიცია მძაფრია და ის კარნახობთ. სწორ გზებს, ასევე ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთ თქვენი სულიერი ფასეულობები, შეიძლება ესე ვთქვათ. მგზავრობის დროს კი იღავით ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ რაღაც წვრილმანი უსიამოვნებები შეიძლება წარმოიქმნას, რაც შთაბეჭდილებებსაც გაგიფუჭებთ. ამასთან ერთად, კონფლიქტების ალბათობა ერგულყოფ ადამიანებთან მაღალია, წვრილმანებზე ჩაძიებით პირდაპირ შუბში, მიახლით ადამიანებს, რასაც ფიქრობთ, ეს გამოიწვევს საფასუხო სერიოზულ რეაქციებს. ამასთან ერთად ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ზოგიერთ საბუთის მოწესრიგებას, კონსულტაცია იურისტებთან იქნება მნიშვნელოვანი, მithumetes, როცა თქვენ რაღაც ხელშეკრულებას უნდა მოაწეროთ, ხელი რაღაც მნიშვნელოვანი იდეა განახორციელოთ და ასე შემდგომ. ამიტომ მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის, მაგრამ აი ეს მიწისქვეშა, წყალქვეშა დინებები, რომელიც ახლა აღნიშნეთ, ითხოვენ ცოტა მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას. 6 და 10 ივლისის დღეები კარგია თქვენთვის, 8-12 ივლისის დღეები არ ვარგა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, ერგოტონუსი მაინც დაბალია, დისკომფორტული პერიოდია, არ გაცივდეთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, გადაიღლებით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას აიღებთ. და იდეათა რეალიზაცია იმ შედეგებს მაინც არ დადებს, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. კონფლიქტების ალბათობა პარტნიორებთან საკმაოდ მაღალი, ამიტომ თავდაჭერა გმართებთ უფრო მეტი, ჩვეულებრივზე მეტი და პარტნიორები უფრო მეტს მოითხოვენ თქვენგან, ძალიან მოთხოვნები ხდებიან, რაც იწვევს სწორედ საფასუხო რეაქციებს თქვენი მხრიდან. ამასთან ერთად, აქ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გაგვიქცეს სასამართლო პროცესებში ჩართული, რაც ძალიან ბევრ დროს, ენერგიას წაგართმევთ და კიდევ ფარულ-მტრებს, შორებს, მოშორნეებს არძინავთ. ამიტომ ამისთვისაც იყავით მზად, ენასკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და ცოტა კულისებს მიღმა იმოქმედეთ. მაშინ იქნებით უფრო მეტად წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 8-12 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 6 და 10 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. დღის გასწ რაც შეეხება ენერგოტონუსი თქვენი მადლობ, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, შეუპოვრობა გაძლევს საშუალებას, რომ ამ რთულ პერიოდში მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სტაბილურად იგრძნოთ თავი, თუმცა მაინც ჩვენ რადგან ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებული ამ პრინციპით სარგებლობთ, მაინც ვიღოთ შეიარაღებული რა შეიძლება იყოს ნეგატივი, რის მიმართ ყურადღებაა საჭირო. პარტნიორული ურთიერთობა პირველი, გინ ბიზნეს საქმიანი, გინ სასქვალო პარტნიორებთან, სადაც მეტი თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ. ეს განსაკუთრებით იქნება ფინანსურ წინააღმდეგობებთან დაკავშირებული ეს მათთან დაწესებულობა. ასევე თქვენი მოტყუების მცდელობა სხვათა მხრიდან, ფინანსური დანაკარგების, ასევე ქურდობის ტენდენცია იქნება მაღალი, ამ ხრივ ვიღოთ ცოტა მეტად ყურადღებით და ფრთხილად. ზოგიერთ თქვენთაგანი ასევე შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლო პროცესებში ჩართული, რაც ასევე შეიძლება იყოს უძრავ ქონებასთანაც დაკავშირებული.
მოგიხდებათ აქ კომპეტენტური დახმარების მიღება. მხარდაჭერა მათ შორის ახლობლების მხრიდან, გამოცდილი ადამიანების მხრიდან იქნება ძალიან მშვენი. თუმცა მოგზაურობის კუთხით ეს პერიოდი არ ვარგა. შემოქმედებით ინჭის დონარის გამოსავლენად კი საკმაოდ კარგია. ყველას კარგია თქვენთვის 9 ივლისის დღე და რიცხვი და არ ვარგა 7-12 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულებს, ენერგოტონუსი მაინც დაბალია, ჯანმრთელობა არ მდგრადი ადვილად იღელებით, კარგად უნდა გამოიძინოთ და გარე ფაქტორები ასევე ხელს უშლიან ზოგიერთ თქვენი იდეის რეალიზაციას. თქვენ აქ ცოტა თავისუფლება გეკვეცებათ, რაც ძალიან არ გიყვართ. ყოველდღიური რუტინული საქმეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და ამ დროს თქვენი სული ითხოვს გლობალურ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც შესაბამისად არ არის ამ პერიოდში და ეს ცოტა გთრგუნავთ. თუმცა გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს, მაგალითად ნაცნობთა წრეში. ესეც უკვე თავისი დადებითი ტენდენციების მატარებელია, მაგრამ ჯანმრთელობას გავფრთხილდეთ და ეცადეთ შეუნარჩუნოთ კარგი სტაბილური ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა აქაც გარკვეულწილად სიტუაცია არ დაიძაბოს. 8-12 ივლისის დღეები ყველას კარგია, 10 ივლისის დღე არ ვარგა. რაც შეეხება თევზებს, თევზებო, აქ ცოტა რთული იქნება თქვენი საქმიანი შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოვლენა, მაგრამ მთლიანობაში მაინც პერიოდი დინამიურია. უდაოდ შეიძლება ძველმა სასიყვარულო პარტნიორებმა ისევ იჩინონ თავი, თუმცა მათთან შეხვედრა ნამდვილად არ მოგიტანთ კმაყოფილებას. ამასთან ერთად ზოგიერთი პრობლემა, რომელიც შვილებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული იჩენს თავს, შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი ძველი შემოქმედებითი პროექტების რეალიზაცია ან მათგან დაბრუნება. ამასთან ერთად ფინანსურმა სხვადასხვა სირთულეებმა, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება იჩინონ თავი. აი მხრივ იყო ცოტა ყურადღებით. მაგრამ რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს პარტნიორებთან და შვილებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 9 ივლისის დღე და რიცხვები და ეს რიცხვი და არ ვარგა 7-11 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკვეთ სურვილებით მე გისურვებთ სტაბილურ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.